დავითობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალი შედგა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფოლკლორული ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, ასევე პროფესიონალი მომღერლები და მსახიობები. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, შემოსული თანხა ახალგაზრდების სწავლას და ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. ფესტივალი ბაღდათის კულტურის ცენტრში თამას ქაჯაიას ორგანიზებით შედგა. მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას, თაღამოს ხელმძღვანელებს, ვიცარგებლებს შემთხვევით და მინდა დღევანდელი დღე მოვლოცო, რა თქმა უნდა, ბაღდათს და სრულიად საქართველოს დღეს ამ დიდი ნოთის სცენებისნი არის და მინდა მრავალს დავესწროთ ერთობით. მადლობა იმისათვის, რომ შეირჩა ბაღდათი, დღეს ერთად დავნიშნავთ მეთან ამ სტიმულირებულ ღონისძიებით და მინდა ყველას მადლობა უთხრა მობრძანებულ სტუმრებს, თაღამოს ორგანიზატორებს დღევანდელი დღის გალამაზებისათვის. გისურვებთ წარმატებებს. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მრავალს დაესწარით, თითოეულ თქვენგანს ფარავდეს დღევანდელი დღის ძალა და მადლი. დიდი მადლობა ორგანიზატორებს მართლაც ამ კარგი და მნიშვნელოვანი დღისთვის. დიდი მადლობა ბატონო ნოდარ, ბაღდათს, აქაურობას, მადლობა ჩემს საამაყო ანსამბლს და წარმატებებს გისურვებთ ყველას. შრომა ჩავდეთ, ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად მომზადებულიყავით. ბავშვებმაც კარგი შედეგი დადეს, იმუშავეს გულით და სულით, კარგათაც იმუშავეს, ხასიათიც გამოავლინეს და ესეთი ფესტივალები ძალიან ხშირად უნდა ტარდებოდეს, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. ვთქვით, რომ ყოველთვის მივიღოთ ჩვენ მონაწილეობა. ბატონ თამას უმეტეს მადლობა ამ ლამაზი ფესტივალისთვის.
უსულებ წარმატებებს და რა ვიცი, თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ადგილთან რეგიონში მით უმეტეს, როცა არა გვაქვს ჩვენ ახლა ისე შორს წასვლის ფუფუნება, ესე რომ ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ხშირად ჩატარდეს ხოლმე ესეთი ფესტივალები, აუცილებლად ბავშვების განვითარებისთვის, ანსამბლების გამოჩენისთვის და ასე შემდეგ. ანსამბლის ხილები გილოცავთ დავითობას. გილოცავთ დავითობას. დასავლეთია და ძალიან სასიამოვნო ამ დონეზე ტარდება და რესპუბლიკაში და კარგად ტარდება. დღეს დიდი დავით აღმაშენებელის ხსენების დღე არის. მე ვილოცავ მთელ საქართველოს თითოეული შეთანხმება თითოეული ფესტივალის მონაწილეს ამ დიდ დღეს და ვფიქრობ, რომ ეს ალბათ სპეციალურად დაამთხვია ფესტივალის ორგანიზატორებმა ამ დღეს ამთხოვოდა. მართლაც ლამაზი დღეა, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გაუმარჯოს საქართველოს. დღევანდელი დღე მიულოცა ყველას დავითობა. აი ჩვენ აი ფესტივალში, როდესაც გითხეს მონაწილეობის მიღება, ცოტა ძალიან ხშირად გავდივართ გვაქვს გასვლელი, მაგრამ ეს რაღაცა უფრო საპასუხისმგებლო იყო ჩვენთვის. აი ვემზადებოდით მთელი გულით, მთელი სულით, ძალიან ვღელავდით ყველანი დღეისთვის და მე მგონი არც ისე ცუდად არ გამოვედით. მე მივესალმები ასეთ ფესტივალებს, რომ ეს ძველი სიმღერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და რაც შეიძლება ვცდილობთ, რომ აი ძველი სიმღერები ვასწავლოთ ბავშვებს და არ დაიკარგოს ეს და ბავშვებმა შეძლონ მომავალში ახალგაზრდობაში დიდები რო გაიზრდებიან, იცოდნენ ეს ძველი სიმღერები და გადასცეს შემდეგ მათ სამომავლობას კიდევ ვიქით. ძალიან გაღრმავდა სიყვარული და სულ მეუბნებიან, რომ რაც შეიძლება ბევრი სიმღერები ვასწავლოთ და თვითონაც მომდომებული არიან და რა ვიცი, ყველანაირად ვცდილობენ, რომ ძველი სიმღერები შევისწავლოთ. გილოცავთ დავითობას. ანსამბლში გაუმარჯოს! Thank you.
მოგესალმებით სრულიად საქართველოს. მივულოცავ დღევანდელ დღეს, დღევანდელი დღის მადლი და ძალა იყოს სრულიად საქართველოს ფარველი. ჩვენ წარმოვადგინეთ დღევანდელ ფესტივალზე ქალაქი ვანი, კერძოდ ანსამბლი ინსპირაცია, ვიცეკვეთ ორი ცეკვა და საკმაოდ წარმატებული ნომრები შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო თამას ქაჯაიას, ამ ფესტივალის ორგანიზატორს, ჩვენი ნდობისთვის, მოწვევისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ღონისძიებები ფრიად მნიშვნელოვანია ბავშვების კულტურული განვითარების თვალსაზრისით და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მრავალჯერ ვიქნებით ასეთი ფესტივალების მონაწილეები. მადლობა ძალიან. მილოცავს დავითობას. მინდა პირველ რიგში გადავუხადო რაიონს, ხელმძღვანელობას, ვინც ნახდათ ესე ლამაზ ღონისძიებებს აწყობს და ის რაც კი დღეს გარემო არის აქ სუფევს ბაღდადში, მადლობა მინდა მოუხადო თითოეულ ორგანიზატორს, თითოეულ ადამიანს, ვინც კი პატარა წვლილი გაიღო და აფხელა ორგანიზატორობა ასე ვთქვათ, განახორციელა და მოახერხა დღევანდელი დღე, მადლობა და მადლობა მივილოცავ მთლიანად საქართველოს, სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს დავითობას მრავალს დაესწარი თითოეული ოჯახი, მრავალი გაგვითხროს მერტო და ყოველივე კარგი ჩვენ ოჯახებს. ისევ და ისევ მადლობელი ვარ აი ამ პატარებისა, მადლობელი ვარ მშობლების, მადლობელი ვარ მთლიანად საქართველოს, რომ ესეთი ლამაზ დღეები და კულტურული ღონისძიებები კეთდება საქართველოში. დღეს ულოცავთ მთლიანად საქართველოს, დღეს დავითობარი და ულოცავთ მთლიანად საქართველოს. დღეს იყო ძალიან შესანიშნავი კონცერტი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს. ჩვენ საჩხერიდან გახლავართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩვენს მუნიციპალიტეტს გადავუხადო გვერდში მდგომისათვის, ასევე ბაღდადის მუნიციპალიტეტს, რომ დღევანდელი დღე მათ მუნიციპალიტეტში შედგა და თითოეულ მონაწილეს განსაკუთრებით მადლობა და წარმატებები და ცხოვრების ბოლომდე სულ გამარჯვებები ქონოდეთ, როგორც ჩვენს ბრწყინვალე მეფეს. არა მარტო დღეს, არა მარტო ხვალ, ეს ყოველთვის უნდა ტარდებოდეს, რომ გამოცდილებას მეც და მეწყებულობენ ბავშვები ხედავენ კარგსაც, ხედავენ ცოტა ნაკლებსაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთლიანად ულოცავთ, კიდევ ამბობთ, მთლიან საქართველოს ულოცავთ დღევანდელ დღეს დავითობას და საჩხერეს გაუმარჯოთ!
რაც შეეხება დღევანდელ დღეს ყველას მოგილოცავთ და ამ დღეს დავითობას მიუძღვნეს ასეთი ლამაზი ფესტივალი, რომელიც ქართულ სურს, იმ ხელოვნებას, ის ჟღიამულს და იმ ვაჟკაცობას, ქართველობას შემოქმედებით წარმოადგენს არათუ ერთი ანსამბლი. თითქმის ყველა კუთხიდან არიან წარმომადგენლები. ჩვენ გახლავთ ქალაქ ტყიბულიდან ორი კოლექტივით წავდექით მუნიციპალური ანსამბლი 9 ჯვარის, მუნიციპალური თეატრის ანსამბლი 9 ჯვარის და ანსამბლი დავითიანი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა და შეძლებისდაგვარად წარმატებულად წარდგნენ. მე მივესალმები ყველა შემსრულებელს, ყველას მიულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობას გადაუხდი ბატონ თამაზ ქაჯაიას ასეთი შემოქმედების ამაღლებისთვის, ასეთი ქართული სულის გაძლიერებისთვის მიულოცავ დღევანდელ დღეს და უღმესი მადლობა ჩვენი მხრიდან. არჩეულებრივი მრავალფეროვანი აკადემიური კონცერტი შედგა მთელმა იმერეთმა და მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა, ჩადო თავისი განსაკუთრებული სურვილი, რომ დღევანდელი დღე ისეთივე ღირსეული ყოფილიყო, როგორი ღირსეული მემკვიდრეობა და ისტორია დაგვიტოვა დავით აღმაშენებელმა. გილოცავთ ყველას და იოანე შავთელის ეს ლექსი მინდა საგზლად გაგატანოთ მთელი წლის განმავლობაში. ბანაკად საღმრთოდ საზეპუროდ ხარ ღვთის მეტყველთა მათ ჭურვილთაგან ერი რჩეული ნიჭთა ჩვეული მისგანვე იქმნეს კეთილის მკმნელად. მე ბედნიერი ვარ, დღეს წლებია ჩვენ ამას ვატარებთ, ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ზეობის დღე არის. ყოველთვის ვატარებთ ქუთაისის ოპერის თეატრში, ან მესხიშვილის თეატრში და ეს არის დიდი დღე, ჩვენი საქართველოს ძლევა მოსწრებების აღნიშვნის დღე. ამიტომ მინდა რომ ყველა ბავშვს მონაწილეებს, ვინც მიიღო, ვინც არ მიიღო, გაიგონ ჩვენი ისტორია, რომ რა დიდი წინაპრები ყავდა და ამას უნდა დაფასება ჩვენ კულტურას და ყველაფერს. რომ ამას მივაქციოთ ყურადღება, რომ მოვიდა ეს ცეკვები, ეს სიმღერები, რომელსაც ჩვენ ვამაყობთ სოფლიოში.